რას უნდა მიაქციო მეტი ყურადღება მოგესალმებით. რას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. რას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება? პირველი ვარიანტი. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, მეგობრებო, კონფლიქტებს, ჯანმრთელობას, კონფლიქტობთ. შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გქონდეთ. აქტუალურია ჯანსაღი-კვება, სპორტი, ვარჯიში, კურნალობა. მოერიდეთ კონფლიქტებს, სარისკო ინვესტიციებს ფინანსებში. საყვარელთან ადამიანებთან ურთიერთობაში იყავით უფრო თბილები, უფრო ყურადღებიანები. მიაქციეთ ყურადღება პირად ურთიერთობებს, თქვენს ბალანსებს, მეგობრებო, და დაბალანსირდეთ. ჯანმრთელობის მხრივ არის აქ ბერთან პრობლემა. პირად ურთიერთობებშია პრობლემა, შეხვედრებს მიაქციეთ ყურადღება, როგორ გექცევათ პიროვნება, ვინც ელოდება შეხვედრებს. ყურადღება მიაქციეთ კიდევ იმას, რომ როგორ მოქმედებს თქვენზე თქვენი პარტნიორი, თქვენი ახლო მეგობარი, თქვენი თანამშრომელი, რატომღაც ტოქსიკურად მოქმედებს თქვენზე. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. რას უნდა მიაქციოთ უფრო ყურადღება? და არკანი მაგი. ახალ ადამიანებს მიაქციეთ ყურადღება. გაამახვილეთ ყურადღება პირად ურთიერთობებზე, აქაც ანალოგიური პრობლემური ურთიერთობები, ტოქსიკური მეგობრებო. ახალი ადამიანები შემოდიან თქვენს ცხოვრებაში, გაიცნობთ ახალ პიროვნებას. იყავით აუცილებლად ღია კომუნიკაციისათვის. პიროვნებასთან, ვისთანაც ურთიერთობაში ხართ, გამოხატეთ გრძნობები, კონფლიქტურ ენერგიებს ერიდეთ. სამსახურში, სადაც ხართ, დაიცილოთ კონფლიქტური ენერგიები. თუ რამე გაქვთ დასასრულებელი, აუცილებლად დაასრულეო, გეუბნებიან ძვირფასებო. ჯანმრთელობის მხრივ კარგად იქნებით და კარგი შეხვედრები გაქვთ, აქტიური ფაზა გაქვთ შეხვედრების, გაამახვილეთ ყურადღება პირად ურთიერთობაზე სამსახურზე ამ ვარიანტში. მესამე. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? აბა გავხსნათ ეს არკანი. თქვენს მიზნებს და გეგმებს. მიზნებზე, გეგმებზე გაამახვილეთ ყურადღება. ძალიან კარგი კვირა გექნებათ, ძალიან კარგი შესანიშნავი პერიოდი გაქვთ, უსაფრთხო პერიოდი გაქვთ. დაგეგმეთ ბიუჯეტები აუცილებლად, მოერიდეთ ძალიან დიდ ხარჯვებს, მიაქციეთ ყურადღება, გაამახვილეთ ყურადღება ფინანსებთან მიმართებაში. და სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით უფრო ფრთხილად. აქ შეიძლება სამკუთხედში იყოს ბევრი და ასევე მეორე ვარიანტი იმათთვის, ვინც ურთიერთობაშია. უფრო გზნობიარე უნდა იყოთ, იცით, რაღაცნაირად ცივი ხართ პარტნიორისთვის უფრო, ვიდრე აქამდე იყავით. და აუცილებლად მიზნებს მიაღწევთ ყურადღება, დააკვირდით თქვენს მიზნებს, გაამახვილეთ ყურადღება თქვენს მიზნებზე, შანსები გეძლევათ სხვათა შორის, ახალი შანსები, ახალი პროექტებისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, შესანიშნავი პერიოდი გაქვთ, პერიოდი ოცნებების პერიოდი გაქვთ, მეგობრებო. გაამახვილეთ ყურადღება თქვენს ოცნებებზეც. ხო, აქ რა მოხდა, ნახოთ აბა. ძალიან ძლიერები ხართ, ძვირფასება, манипуლირება, ან თქვენი ხდება, ან თქვენ ხართ манипуლატორის არკანებში. манипуლირება უკვე შეგიძლიათ, როგორც ჩანს.
ძალიან კარგი გრძნობების პერიოდი გელოდებათ, გრძნობებში იქნებით ემოციებში და საერთოდ ფანტასტიკური პერიოდის კი ბატონო ფინანსური სტაბილურობის, გადაწყვეტილებების იმპერატრიცა ხართ, იმპერატორობის პერიოდი გელოდებათ. მესამე ვარიანტი მე მგონი ყველაზე კარგია, მოვიდა ასე წარმატებები თქვენ.